ეთერში დაგიბრუნდით, საინტერესო სტუმართან ერთად გეტყვით, რომ ინტეგრირებული თეატრი აზდაკის ბაღი პრემიერისთვის ემზადება. ბაჩო გაბრუაშვილია სატელეფონო ხაზზე, რეჟისორი. ბაჩო, მოგესალმებით. გამარჯობა ნინო, მოგესალმებით თქვენს სვენელს და მადლობა ზარისთვის. ბაჩო, როგორც ყოველთვის სიახლეებით ხართ და რაც შეეხება პრემიერას, რა თქმა უნდა, საინტერესოა. და მინდა რომ აი თქვენ სამზარეულოში შემოგვახედოთ, მე მგონი არ არის ხო ესეთი უკვე საიდუმლო გვეტყვით რა სპექტაკლზეა საუბარი. რა თქმა უნდა, მზადების პროცესი ყოველთვის არის ძალიან საინტერესო. ეხლა მაყურებელი განებივრებულია თქვენი სპექტაკლებით, მართლაც აი ყოველთვის ვამბობ და ეხლაც ვიტყვი, რომ აპლოდისმენტები არა შშმ-ს, აპლოდისმენტები ნიჭს და ტალანტს, ეს ფაქტიურად თავარი გზავნილია. თქვენი მე ასე ვფიქრობ და ალბათ თქვენც დამეთანხმებით, იქიდან გამომდინარე, რომ ვინც კი ყოფილა და ვინც კი დასწრებია თქვენ სპექტაკლებს, მართლაც რაღაც სასწაულის ანახაობა, ნამდვილი არტისტები დგანან სცენაზე და ამასობაში ეს არტისტები გაიზარდნენ, ხო 10 წელი გავიდა, უკვე ეს თეატრი დასი არის 10 წლიანი გამოცდილებით, ის კი არა, ხშირად გვისაუბრია ამაზე, რომ მე მგონი თვითონ არტისტებს შეუძლიათ უკვე აზდაკის ბაღის მსახიობებს გულისხმობ, უკვე მომავალი თაობის გასდა. ამაზე მერე ვისაუბრებ, თუმცა დავიწყოთ ახლა პრემიერით, აბა რას გეგმავთ და რას ელოდოს მაყურებელი. კი ბატონო, მოკლედ რო იტყვიან ციებცხელების ეტაპზე გადავდივართ საპრემიერო ციებცხელების ეტაპზე მარტში ვგეგმავთ ჩვენ პრემიერას. პიესას რაც შეეხება ძალიან საინტერესო და განსხვავებული პიესა ავიღეთ, საავტორო პიესა, მოკლედ ჩემი იდეა არის და ახალგაზრდა დრამატურგის უკვე სცენარი არის რა და მოკლედ ესეთი სიტუაციაა, რომ რაღაც პორტალი იხსნება და გადავდივართ სხვა განზომილებაში. სადაც ეს ადამიანები ხვდებიან, თქვათ უცხოების სახით ხვდებიან და სხვა პლანეტაა, სადაც სიყვარულით და სიმშვიდით ხდება ის ყველაფერი ცხოვრება. თვითონ დეკორაციასაც რო შევხედოთ, ხო, განსხვავებული, არაყოფითი, არასაყოფა ცხოვრება ნივთებით ვართ. დაკავებული, ანუ სულ 4 კუთხედები და 3 კუთხედების ფორმებში ვართ. ძალიან ესე აწყობილი. აი ეხლაც ზუსტად მოვდივარ უკვე ხელოსნისგან რომ შევუკვეთეთ ეს რაღაცები, ამდენად ციებცხელება ყველაფერი და არ ვიცი, ნინო, მე ვფიქრობ, რომ ეს განსხვავებული სიტყვა იქნება ყველა ჩვენი სპექტაკლი, თქვენ მართალი ბრძანით. ყველა ჩვენი სპექტაკლი რაღაცნაირად განსხვავებული და საინტერესო ამავდროულად, მაგრამ ეს მგონია, რომ მე არ მიყვარს ხოლმე ჩემს რაღაცებზე ლაპარაკი და აი ამ სპექტაკლზე ცოტა თამამად ვიტყვი, რომ მგონია, რომ უფრო განსხვავებული და უფრო საინტერესო იქნება ორმაგად და ნახოთ, არ ვიცი რა გამოგვივა, მაგრამ რაღაც კოჭებში რო ვატყობ, ძალიან კარგი რაღაც გამოდის და რა ვიცი, როგორც ყოველთვის ვთხოვ მაყურებელს, რომ ისევ გაგავანებიუროს და ისევ ანშლაგებით, როგორც ყველა სპექტაკლი ჩვენი, რაღაცნაირად მგონია, რომ წავა და არ ვიცი. საინტერესოა კიდევ მუშაობის პროცესი, იმდენად განსხვავებულად მიდის ეს ყველაფერი, რომ თვითონ ჩვენ თვითონაც აღმოჩენებში ვართ ყოველდღიურად და ეს ადამიანები, რა ვიცი, აუცებენ და მანცვიფრებენ ყოველდღიურად წუნდები, რომ არაფერი ზღვარი არ არის და რა ვიცი, ყველაზე კარგები და ყველაზე ნიჭიერი ხალხია და საოცარ სამყაროში ვცხოვრობ, მოკლედ მე ყოველდღიურად და ბაჩო, ეს მართლა ბედნიერებაა. ნახეთ, როდესაც რეჟისორი ამბობს, რომ 10 წელი მუშაობთ დასთან და ეს ადამიანები სულ მაოცებენ, ესე იგი ამოუწურავია, ხო? ნიჭი. დიახ, ზუსტად მაგას ვამბობ. თქვენ ხართ რეჟისორი, ვერ ამოწურეთ მათი შესაძლებლობები და ვფიქრობ, ვერც ვერასდროს ვერ ამოწურავთ და ეს არის ძალიან კარგი იდეა. აი, როგორც თეატრია, ხო? თეატრშიც აი არ არსებობს მსახიობმა პროფესია თქვას, რომ ვიცი და დავამთავრე და ანუ მეც აღარ ვისწავლე, მაშინ ვერ არის
შემოქმედი რა, იმიტომ რომ სულ ახალია, სულ ახლიდან იწყებს, სულ ნულიდან იწყებ. აი რაღაცას რომ მიაღწევ მწვერვალს, მე უნდა განულდე და თავიდან დაიწყო ახალი სპექტაკლია რა. ხო და აი აქაც ეს მდგომარეობაა ზუსტად, რომ ვერ მივედი, ანუ ვერ თქვი, ამდენი წელია მე მუშაობდა მაგს ურთიერთობა ამ ადამიანებთან და ვერ თქვი ვერასოდეს რომ всё ვისწავლე და ვიცი, ანუ იმდენად ამოუწურავი და იმდენად დიდი დაღრმაა ეს ყველაფერი, რომ რას ვადარებ ხოლმე, იცით რომ დაუსრულებელი მინდორია მეთქი და აი გავუყვალავი მინდორი, სადაც არიცი სადრა ყვავილს აწყდები, სადრა სცენარეს და აი მიდი და კრიფე და ინავარდე, აი შვენიერია, მით უმეტეს შემოქმედი ადამიანისთვის და ბაჩო იცით რა მაინტერესებს, აი 10 წელი გავიდა, ხო? ისინი პატარები იყვნენ და უკვე გაიზარდნენ პროფესიონალ მსახიობებად ჩამოყალიბდნენ. და აი ძალიან ხშირად სხვათა შორის ინტერნეტ სივრცეში ანუ არის თქვენი სტორები, ინკლუზიურ დას გულისხმობ აზდაკის ბაღს და ნუ აი სულ სხვადასხვა რაკურსით არიან ეს ადამიანები დანახული. რა თქმა უნდა არის შემოქმედებითი პროცესი და აი როგორ ხდება მათი ზრდა აი ეს ნაბიჯ მე თქვენ მოყვებით ხო ყველაფერს უყურებ და აი სადღაც შეიძლება წერტილი დაისვას იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდები არიან ხო არის რომ ასაკი ანუ მსახიობი იწყებს ჯერ არის ახალბედა მსახიობი მერე ვითარდება და ჩამოყალიბდა და აი აქ როგორც თქვით რაღაც თითქოს არის მინდორი რომელსაც ვერ ამოწურავ ხო ზუსტად მაგას ვამბობ რა ანუ ამ მსახიობის ცხოვრება ზოგადად არ მთავრდება არასოდეს ანუ ვერასოდეს ვერ იზრდება მაგითო ქვია მსახიობს ბავშვია რა ანუ მსახიობი არის ადამიანი რომელიც არ კარგავს ბავშვს და ანუ ამ ბავშვში თამაშის უნარს ხო სულ თამაში უნდა ბავშვს უნდა თამაში რა არის გაცნობიერება ხო სამყაროს შეცნობა არის რა და თუ კი ჩვენ თემაში გადავალთ და შეზღუდულ შესაძლებლობის ადამიანებთან გადავალთ ხო თუ გავიხსენებთ სულ ყველა ბავშვს აი მიუხედავად იმისა რომ დასრულები 40-45 წლის ადამიანები არიან მაინც ბავშვებს ვეძახით ხოლმე რა და აი ზუსტად ეს არის ალბათ არ ვიცი კოზირი თუ ეს არის ალბათ ამოცანის პასუხი რომ ანუ ეს ბავშვია იქაც ხო და ბავშვი კიდე თამაშის ის არასოდეს არ უმთავრდება ხასიათია რა სულ თამაში ძალიან საინტერესო პასუხი მოვისმინე მინდა გითხრათ ხო რა ვიცი შევეცადე და ნუ ეგრეა რა ბავშვები არიან და მსახიობიც არის ბავშვი და ეს უკვე ორმაგი კოზირია გარდა იმისა რომ მსახიობია და ბავშვია და მაინტერესებს კიდე შეთამაშების პროცესი ანუ ტიპიური განვითარების მსახიობებიც არიან ხო აი როგორ ხდება ეს აი აქაც ძალიან საინტერესო რაღაცებს მივაგენით ხო ვინც არ უნდა მოვიდეს და დაიწყოს ხოლმე ჩვენთან ხო მოწვევით არიან ეს პროფესიონალი მსახიობები ვეღარ მიდიან ვერასოდეს და ყველა მაგას აღნიშნავს ერთხმად რომ აქ რო ვისწავლე და ესენი ამ ხალხმა რომ ასწავლა პროფესიას გულისხმობ და მე არა ადამიანურ სენტიმენტებს პროფესიას გულისხმობ ანუ ამ ადამიანებმა რომ მასწავლეს იმდენი მე უნივერსიტეტმა არ მომცა ამბობენ ანუ როგორ ხო ეხლა საინტერესოა ეს უბრალოდ სულისკვეთებით ვამბობთ ამას და სიყვარულით ვამბობთ თუ მართლა ასე ხდება და მართლა პროფესიას სწავლობთ რა ანუ იმდენად ყველაფერს ვაკვირდებით აქ ამ ადამიანებთან დაკავშირებით რომ რაღაცა სულში უძღვებით წარმოვიდგენთ მის შესაძლებლობებს იქიდან გამოვდიოთ ანუ ყველა ფრაზას თუ მონაკვეთს თუ ემოციას იმდენაზე ვაკვირდებით რომ უკვე რა თქმა უნდა ეს თავისთავად სწავლებას ნიშნავს ხო იმიდან გამომდინარეც და შენგან გამომდინარეც და იმ დონეზე დაკვირვებულები ვხდებით აი ეს სწორი შესატყვისი ალბათ ესე იქნება დამკვირვებლები ვხდებით თლიანი პროცესის და იმ წუთში ვართ იქ ჩართულები აბსოლუტურად ბოლომდე და დამკვირვებლის პოზიციიდან ძალიან ის არის რა ქვია მე ძალიან მომგებიანია პროფესიისთვის რომ სწავლობ აბსოლუტურად ძირფესვიანად შენს პროფესიას და ის იმ პროფესიას რომელიც უკვე თქვით რომ ამოუწურავია და არ ვიცი ზღვა არის და ნამდვილად თამხილას სივრცე გვაქვს ბაჩო და ისე პრემიერას მინდა დაუბრუნდე ანუ მარტში გაიმართება და შემდეგ აპირებთ თუ არა სპექტაკლის რეგიონებში გატანას
დიახ, ნინო, ვაპირებთ ჩვენი ერთ-ერთი აი ეს არის რა ძალიან ჩვენი ერთ-ერთი ის ეგ არის რომ უნდა ვიაროთ ყველგან და ყველგან გავხდეთ ხელმისაწვდომები. მაგრამ ეს გამოწვევაც არის, ხო? არც ისე იოლია ეს ყველაფერი რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, გამოწვევაც არის თითოეული სპექტაკლის ასე ვთქვათ, გატანა, გაყიდვა, როგორც გინდა დავარქვათ, ძალიან დიდი გამოწვევებთან არის დაკავშირებული, თუმცა ხანდახან ვახერხებთ, ხანდახან ვერ ვახერხებთ, მაგრამ ესეც ინტერესი და სპორტია და ნახოთ რა გამოგვივა ამ შემთხვევაში. აი მე მაგალითად ერთ მაგალითს პარენინო, აი ესეთი ძირფასი რაღაც მოხდა. ზუგდიდში ვიყავით ამ ბოლოს, რაღაც გვინდოდა საზღვრებთან გვეთამაშა და სამდღიანი გასტროლი გქონდა და იქ რო ჩავედით, მე მომწერა ეხლა ერთი კვირის წინ ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელსაც ყავს დაუნის სინდრომის მქონე შვილი. და ესეთი ტექსტი მომწერა რომ თქვენი ჩამოსვლის მერეო გირო მიიწვიესო მაშიო ზუგდიდში თეატრში მიიწვიეს რა ეს ბიჭი და სალამურაშიო თამაშობსო როლსო და ჩამიყარა რაღაცეები და მეთქი რა კარგია და თუ რაღაც ჩვენ გამოდა ესეთი ინსპირაცია ჩვენ ვიყავით მიხარია მეთქი და რას ამბობთო ახალი გზა დაეწყო და გაეხსნა გიოსო და სულ სხვანაირად ხედავენ იმის მერეო რაც თქვენ ჩამოხვედითო აი ეს არის ნინო ამას ვიდახის უბრალოდ ერთი ადამიანიც კი თუ რაღაც ამით ამხელა ბედნიერებას მიიღებს დავით ჩვენს ბედნიერები ვარ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველამ ნახოს მათ შესაძლებლობები და აბსოლუტურად სხვანაირად ხედავენ ხოლმე მერე და სხვა შეფასებას დებენ აი ეს ბაჩო და ამასობაში ხა საზოგადოება მიცის მაგრამ ნუ მაინც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო არიან ადამიანები რომელსაც ეს ინფორმაცია არ აქვთ რომ დასმა უკვე 10 წელი გაიარა, ასე ვთქვათ, არ იყო მთლად იავარდებით მოფენილი გზა, თუმცა მართლა ნიშდა ტალანტს, ყველა პატივცემს და ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც გვერდში დაგიდგათ თვითონ სახელმწიფო სტრუქტურებიც იქ და აი 10 წლის თავზე სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭა აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი და ეს მე მგონი არა მარტო ამიერკავკასიაში, რა ვიცი, მსოფლიოში, ხო მე მგონი არც ერთ ინკლუზიურ დასს არ აქვს სახელმწიფო თეატრის სტატუსი, ხო? აი ამ კუთხით ძალიან დიდი ნაბიჯია ჩემი ხედვით ეს ყველაფერი და არ ვიცი ნელ-ნელა კიდე ეს ისეთი ნაბიჯია რომელიც ჩვენ ზრდაგან ვითარებას იწვევს და მე დონებ რომ უფრო გამყარდებით უფრო სტრუქტურულად უფრო ავეწყობით და არ ვიცი ნახოთ მეგონია რომ ყველაფერი კარგად უნდა იყოს და ძალიან კარგად მახსოვს ბაჩო ის პერიოდი როდესაც თქვენ შეკედლებულები იყავით ეს დასი ხან-სად და თქვენ უკვე გაქვთ თქვენი ტერიტორიაც თქვენი სტუდიაც ხო და ეს რა თქმა უნდა არის მიღწევა, მაგრამ თუნდაც ეს თანადგომა და ეს ყველაფერი თქვენი შრომის ფასად. ანუ თქვენი პირადად და დასის წევრების, ხო? კი ბატონო, იცით თქვენ არასდროს აი ძნელბედობის ჯამსაც არ გაჩერებულ ხართ. არა, ხო, არასოდეს არ გქონია წვეტა, ანუ ეს 10 წელი არაც ვართ, არასოდეს ერთი კვირაც კი არ დაგვისვენია, ვთქვათ, რომ არ დაგვისვენი არა გავჩერებულ ვართ უფრო ესე ვთქვათ ხო არ ყოფილა წვეტა და ნუ ალბათ მაგის ბრალიც არის რომ ეხლა ჩვენ რაღაც სტატუსი მოგვანიჭეს ხო ისე კარგია ხოლმე იდეა და თქვენი დამსახურებაა რა თქმა უნდა და ძალიან კარგია ეს ყველაფერი რომ რაღაც ერთადაც შევიკრიბოთ რაღაც ხნად მაგრამ როცა უკვე ამას რაღაც ფორმა ეძლევა და რაღაც მუდმივი ხარჯი მიდის უკვე მას სხვა ყურადღებაც ექცევა და მეტი იმედიანობა არის რა სახელმწიფო სტრუქტურებიდან გამომდინარე რომ ვიღაც გენდოს ვიღაცა გაკეთოს და ასე შემდეგ და ნაიცი აბა ბაჩო და ჩვენი საუბრის დასასრულს ცოტა დრო დაგვრჩა ისევ დას და მსახიობებს მინდა მიუბრუნდე ანუ უკვე ზრდასრულები არიან და არაერთხელ აღვნიშნეთ რომ გაიზარდნენ ხო ამასობაში და ისინი მზად არიან თუ არა რომ ახალი თაობის აღზრდაში დაგეხმარონ ნუ აღზრდას გულისხმობ რეჟისურაში დიახ აი ზუსტად გვაქვს ჩვენ ეს პროცესი ნუ უკვე რომ რაღაც სკოლა სტუდია ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე ახალგაზრდა დადის ჩვენთან და სწავლობენ სამსახიობოს და დუბლაჟს მეტყველებას ქორეოგრაფია არის იქ და
სიმღერა ვოკალი, რაც შეისწავლება ამ მსახიობისთვის, რაც აუცილებელი ის არის, რა ქვია. ხო და აი ამ შემთხვევაში კი მეხმარებიან ერთია, თვითონ პედაგოგები არიან უკვე რა, ასისტენტები არიან, ანუ ერთად ვასწავლით, ერთად ვაჩვენებთ, სხვანაირად აღიქვავენ უფრო იცით როგორ არის ძალიან ენდობიან თვითონ ერთმანეთს და როცა უკვე ჩემს გვერდზე დგას გიგო ან მარიამი ან არ აქვს მნიშვნელობა რომელიმე სულ არიან ჩვენთან და ნუ ვერ ვეშვებით ერთმანეთს სულ ჯერთან არიან და რო შევდივართ უკვე გაკვეთილზე და ახალგაზრდებს რაღაც ვასწავლით ამეცადინებთ და ისეთი ის მოდის და უკვე გარდა ამისა კიდე ტრენინგებს ვატარებთ ხოლმე ერთად და ჩავდივართ და თვალსაჩინოებისთვის ძალიან საინტერესოა როცა ასისტენტად აი ეს ადამიანი ყავს ხო შეზღუდული შესაძლებლობის რომ ქვია და ნუ ერთად ჩავდივართ ერთად ვატარებთ ტრენინგებს და სხვა შორის მინდა გითხრათ რომ ტოლს არ მიდებენ უკვე ისე გაწაფულები და განვითარებულები და რა ვიცი ნინო აი როცა იქ ხარ და უყურებ ამ ყველაფერს სხვანაირად აღიქვა რამე და ეხლა ცოტა ალბათ შეიძლება მონაყოლით წარმოუდგენელიც იყოს ვიღაცისთვის ამბავი მაგრამ კიდევ ამბობ რომ ნუ აი ესეთი მარგალიტები რაც ამ დასშება ძალიან რა ვიცი მოსმენას კიდე ნახვაჯობია ხო და მართლა კიდე მართლა აი მარგალიტები გყავთ მართლა ბაჩო და მე გისურვებ წარმატებებს კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ინკლუზიური თეატრი ასდაკის ბაღი პრემიერისთვის ემზადება მარტში გაიმართება პრემიერა და პრემიერამდე გვეწევით სტუდიაში იმეც ვიტოვებ მსახიობებთან ერთად აუცილებლად გიმასპინძლებთ მადლობა ბაჩო და დროებით შეხვედრამდე სტუდიაში ბაჩო გაბრუაშვილი ასდაკის ბაღის რეჟისორი იყო სატელეფონო ხაზზე რადიო იმედის დილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას დროებით